თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ისტორია მხოლოდ მატიანებში არ ინახება. ის ინახება გვარებში. ქართული გვარი უბრალო ოჯახის სახელწოდება არ არის. ის არის მეხსიერება, რომელიც საუკუნეებს გადმოსცემს. თითოეული გვარი ერთგვარი ცოცხალი ქრონიკაა, რომელშიც იკითხება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრება. როდესაც ვსაუბრობთ ქართულ გვარებზე, ჩვენ სინამდვილეში ვსაუბრობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემაზე, საგვარეულო წყობაზე, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს გვიომფეოდალური ეპოქის საქართველოში. გვიომფეოდალური საქართველო დაახლოებით მე-16-მე-18 საუკუნეები იყო საზოგადოება, სადაც სოციალური და იერარქიული წესრიგი საკმაოდ მკაფიოდ იყო განსაზღვრული. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ეფუძნებოდა სამეფო ხელისუფლებას, მაგრამ ამ ხელისუფლებას გარშემო არსებობდა რთული და მრავალსაფეხურიანი სოციალური სისტემა. საზოგადოებას სათავეში იდგა მეფე. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი. მეფე არა მხოლოდ პოლიტიკური მმართველი იყო, არამედ სახელმწიფოს ერთიანობისა და ტრადიციის სიმბოლო. მის ირგვლივ იყო სამეფო კარი, სადაც თავს იყრიდნენ ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატია. მეფის შემდგომ იერარქიულად მოდიოდნენ მთავრები, დიდგვაროვანი ფეოდალები, რომლებიც მართავდნენ მნიშვნელოვან სამთავროებსა და რეგიონებს. დასავლეთ საქართველოში ასეთები იყვნენ მაგალითად ოდიშის, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის მთავრები, ხოლო სამხრეთში საათაბაგოს მმართველები. შემდეგ საფეხურზე მოდიოდნენ თავადები. თავადები თავის შეძლებით სამ კატეგორიის იყო რა, ეს იყვნენ დიდებულები, მეორე ხარისხის თავადები და მესამე ხარისხის თავადები. შემდეგ მოდიოდნენ აზნაურები. აზნაურებიც იყოფოდნენ, ესე იგი კატეგორიებად, იყვნენ ესე იგი ყველაზე მაღლამდგომი, ესე იგი თავის სიძლიერით და თავისი ეკონომიკური მდგომარეობით იყვნენ, ესე იგი სამეფო აზნაურები, შემდეგ მოდიოდნენ საეკლესიო აზნაურები და შემდეგ მოდიოდნენ სათავადო აზნაურები. აზნაურობა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ფენა იყო. აზნაურები იყვნენ თავისუფალი მიწათმფლობელები, ხშირად ძირითადად სამხედრო სამსახურში მდგომი ადამიანები, რომლებიც ედულად ემსახურებოდნენ მეფეს ან რომელიმე დიდგვაროვან საგვარეულოს. ამ ფენის ქვემოთ უკვე იყვნენ სახელმწიფო და საეკლესიო გლეხები და საბატონო გლეხები, რომლებიც მუშაობდნენ მიწაზე, იხდიდნენ ბეგარას და წარმოადგენდნენ ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების მთავარ საყრდენს. თუმცა ქართული საზოგადოების განსაკუთრებული თავისებურება იყო ის, რომ გვარი ყველა ფენას აერთიანებდა. გვარი არსებობდა როგორც დიდგვაროვანთა შორის, ისე გლეხობაშიც. სწორედ აქედან, ამიტომ ქართულ გვარებში ხშირად გვხვდება სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ტრადიციები. ქართული გვარების ფორმირება ძირითადად შუა საუკუნეებში მოხდა. მათი ნაწილი მოდის პიროვნული სახელიდან, მაგალითად გიორგაძე, დავითაშვილი, ბექაური. ზოგი გვარი წარმოიშვა პროფესიისაგან, მაგალითად ჭედლიშვილი, ხუციშვილი, მეფუტკრეობასთან დაკავშირებული გვარები სხვადასხვა იყო და დაკავშირებული ფუტკარაძე. იყო აგრეთვე ტოპონიმიკასთან დაკავშირებული გვარები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვარების ფორმირებას თავისი თავისებურება ჰქონდა. დასავლეთ საქართველოში ხშირად ხდება სუფიქსი ძე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შვილი. მთიანეთში ხდება ური, ანი, ია, ური, ანი და სხვა. სამეგრელოში ია, უა და ვა და სხვა ფორმებიც. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ქართული გვარი მხოლოდ ოჯახის ნიშანი არ არის, ის არის ისტორიული დოკუმენტი, რომელიც გვიყვება ადამიანთა მოძრაობაზე, ეკონომიკურ საქმიანობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ზოგჯერ მთელი ეპოქის ისტორიაზეც კი. საქართველოს ისტორიის კვლევა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითოეული გვარის ისტორია საბოლოოდ ქმნის საქართველოს დიდ ისტორიას. როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ერთ ოჯახს, სინამდვილეში ვიკვლევთ ქვეყნის ერთ ნაწილს. საქართველოს ისტორიული გვარები ეს არის ეროვნული მეხსიერება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადმოგვეცა და სწორედ ამ მეხსიერების დაცვა და კვლევა არის ის საქმე, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ, ვინ ვიყავით, ვინ ვარ და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი.
საქართველოს მხოლოდ მიწა და საზღვრები არ არის, საქართველოს არის ხსოვნა. ეს არის ქვეყანა, სადაც საუკუნეები ინახება არა მხოლოდ მატიანეებში, არამედ ადამიანების გვარებში. თითოეული ქართული გვარი არის პატარა ისტორია, მაგრამ როდესაც ამ ისტორიებს ერთად ვკითხულობთ, იქნება ერთი დიდი წიგნი, რომელსაც საქართველო ქვია. ამ წიგნში არიან მეფეები და მთავრები, თავადები და აზნაურები, მღვდლები, მებრძოლები, მიწის მუშაკები და ხელოვნები. ყველანი ერთად ქმნის იმ საზოგადოებას, რომელსაც დღეს ჩვენ ისტორიულ საქართველოს ვუწოდებთ. გვიან ფეოდალურ ეპოქაში არსებობდა მკაფიო იერარქია, მაგრამ არსებობდა კიდევ უფრო ძლიერი რამ, საერთო ისტორია და საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. სწორედ ამიტომ გადარჩა ეს ქვეყანა არა მხოლოდ ციხეებითა და מחვილით, არამედ საგვარეულო მეხსიერებითაც. როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ქართულ გვარებს, სინამდვილეში ვეხებით იმ უხილავ ძაფს, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ წინაპრებთან. ეს ძაფი საუკუნეების გადმოდის და ჩვენამდე მოდის. და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული შევინარჩუნოთ თუ არა ეს მეხსიერება, იმიტომ რომ საქართველოს მხოლოდ წარსული არ არის, საქართველოს არის მემკვიდრეობა, რომელიც უნდა გადავცეთ, მომავალს უნდა გადავცეთ და სანამ ქართულ მიწაზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ გვარს, საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ ქვეყანას სცემენ პატივს, საქართველოს ისტორიას გაგრძელდება და ღმერთმა ქნას ასე იყოს. მე ახლა თქვენ მოგიტანეთ დღეს მხოლოდ ერთ გვარს განვიხილავთ, იმიტომ რომ ძალიან მთხოვა ერთ-ერთმა ფუტკარაძემ ამ გვარის თავისი გვარის წარმომავლობის გარღვევა და ამიტომ ესე იგი შევესწრები მოკლედ მოგითხროთ ის რაც მე ესე იგი რაც მე შევადგინე და შემიძლია წავიკითხო ახლა ეს ჩემი პატარა მცირე ნაშრომი. წარმოშობა და სახელწოდება ფუტკარაძე ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია, რომლის ფესვები შუა საუკუნეების საქართველოში იკვეთება. გვარის სახელწოდება პირდაპირ უკავშირდება ძველი ქართულ სამეურნეო საქმიანობას, ფუტკრის მოვლა მოშენებას, ანუ მეფუტკრეობას. ქართულ საზოგადოებაში მეფუტკრეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგი იყო. თაფლი და ცვილი ეკლესიის და საყოფაცხოვრებო კულტურის აუცილებელი ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო ფუტკრის მოვლა სპეციალურ ცოდასა და გამოცდილებას მოითხოვდა. ამ საქმიანობისგან წარმოშობილი სახელწოდება თანდათან გადაიქცა საგვარეულო სახელად. ზოგიერთ კვლევარს მიაჩნია, რომ გვარს საფუძვლად დაედო პიროვნული სახელი ფუტკარა, თუმცა უფრო გავრცელებული და მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებაა, რომ გვარის ძველი ფორმა იყოს მეფუტკარაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს ხელობაზე. დროთა განმავლობაში ეს ფორმა გადაიქცა გვარად ფუტკარაძე. ფუტკარაძეების გვარი მოხსენებულია შუა საუკუნეების საგვარეულო ნუსხებში. კერძოდ იგი გვხვდება მე-12 და მე-13 საუკუნეების გვარების სიაში, რომელიც ცნობილია სახელით ტბეთის სულთან მატიანეს. მსგავსი ნუსხები ეკლესიური ხასიათის დოკუმენტები იყო და ხშირად შეიცავდა იმ პირების სახელებს, რომლებიც მონასტრებს და ეკლესიებს წირავდნენ მამულ შეწირულობას და ან სხვა სახის დახმარებას. ამ დოკუმენტში გვარის მოხსენება მიუთითებს, რომ ფუტკარაძეები უკვე შუა საუკუნეებში არსებობდნენ როგორც ჩამოყალიბებული საგვარეულო ერთეული. საგვარეულო გადმოცემისა და ისტორიული მონაცემების მიხედვით ფუტკარაძეების უძველესი საცხოვრისი იყო სოფელი საფუტკრეთი, რომელიც მდებარეობს აჭარაში, ხევაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელის ხეობაში. თავად ტოპონიმი საფუტკრეთი მიანიშნებს ამავე საქმიანობაზე ფუტკრის მოშენებაზე. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სოფელში ჩამოყალიბდა პირველი საგვარეულო კერა, საიდანაც მოგვიანებით გვარი გავრცელდა აჭარის სხვადასხვა სოფლებში, ხოლო შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში. მე-17 საუკუნეში ფუტკარაძეები უკვე ფიქსირდებიან სხვადასხვა სამართლებრივ და საეკლესიო საბუთებში. აქ ხვდებიან ფუტკარაძეები როგორც აჭარაში, ისე იმერეთში და ასევე ქართლშიც. 1621 წლის დოკუმენტში მოხსენებულია ფუტკარაძე ბერი, რომელიც მოწმედ არის დასახელებული იესე მაჩაბლის მიერ დათურა გოგნიძისადმი მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. ასეთი ჩანაწერები მიუთითებს, რომ ფუტკარაძეები მონაწილეობდნენ იმ დროის სამართლებრივ ურთიერთობებში და ეკლესიურ ცხოვრებაში. 1660 წლის 1 მაისის საბუთებში გვხვდება ინფორმაცია, რომ დომენტი კათალიკოსმა ფუტკარაძე და მისი განაყოფი უწყალობა ხუდა და ხოჯაშვილს. მსგავსი წყალობის აქტები შუა საუკუნეების საქართველოში მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები იყო და ხშირად უკავშირდება მიწის, მამულისა და სხვა ქონების გადაცემას. ფუტკარაძეების საგვარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკლესიურ მსახურებასაც. მე-13 საუკუნის საეკლესიო ჩანაწერებში მოხსენებულნი არიან რამოდენიმე მღვდელი: ფუტკარაძე იოანე, დავითის ძე,
1816-1838 წლებში მღვდელი სანოჩში, ცაგერში, ღვთისმშობლის ეკლესიაში. ფუტკარაძე სიმონი 1838 წელს მღვდელი წიფერჩის ქვედა ეკლესიაში. ფუტკარაძე მიქაელ იოანეს ძე 1857 წლის 1864 წლებში სანოჩის ეკლესიაში მოგვიანებით მსახურობდა სვანეთის სოფლებში, ფარსა და ლატალში. ფუტკარაძე ვიქტორი 1909 წელს მედავიცნით საიშის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ასეთი ცნობები ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საეკლესიო ცხოვრებაში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რუსეთის იმპერიის პერიოდში დოკუმენტებში ფუტკარაძეები ხვდებიან როგორც სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ასე მაგალითად ცნობილია ფუტკარაძე ერმილე ლუკასძე, რუსეთის იმპერიის არმიის ჯარისკაცი, მე-7 საინჟინრო ბატალიონის ეფრეიტორი, რომელიც დაჯილდოვებული იყო გეორგიევსკის ჯვრით, ჯარისკაცის ჯვრის მეოთხე ხარისხის ჯვრით იყო დაჯილდოვებული. ასეთი სამხედრო ჯილდო რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საპატიო სამხედრო ჯილდოთ ითვლებოდა. მე ადრეც გითხარით თქვენ, როცა 4-ვე იმისი, რა ქვია, ხარისხის კავალერი იყო, რომ გაევლო იმპერატორის წინ, იმპერატორი ვალდებული იყო, ფეხზე წამდგარი იყო და ესე იგი სამხედრო სალამი მიეცა ამ კავალერისთვის. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჯარისკაცის ჯვარი. 1904 წლის დოკუმენტი, რომელიც ინახება რუსეთის იმპერიის სენატის არქივში, ეხება მიწის დავას, რომელშიც ფუტკარაძეების მონაწილეობდნენ. ეს დოკუმენტი მოწმობს, რომ გვარის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული იმ დროის სამართლებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობაში. ფუტკარაძეების ძირითადი გავრცელების არეალი ისტორიულად იყო აჭარა, განსაკუთრებით ხშირად გვარი ფიქსირდება შემდეგ ადგილებში: ხელვაჩაური, შუახევი, ხულო, ბათუმი, მახუნცეთი, გონიო, ჩაქვი, ქობულეთი და მრავალი სხვა სოფელი. შემდეგ პერიოდში გვარი გავრცელდა სხვა რეგიონებში: სამეგრელოში, ცაიში, ახალკახათში, ქვემო ჭალადიჩი და სხვა ადგილებში. იმერეთში, ინაშაური, საქარა, სიმონეთში, ჩუნეში, ჩხეში, ჯიხაიში და სხვა, ლეჩხუმში, სანოჩში და წიფერში და სვანეთში არის ფარში და ლატალში. ზოგიერთ შემთხვევაში სამეგრელოში დასახლებული ფუტკარაძეები გვარის ფორმით ფუტკარაიას ჩაეწერნენ. ესე იგი დემოგრაფიული სურათით რო გამიხილოთ ამ გვარისა, თანამედროვე სტატისტიკური მონაცემებით ფუტკარაძე ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქართული გვარია. 2024 წლის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 8699 ფუტკარაძე. რის მიხედვითაც ეს გვარი საქართველოს 15000-ზე მეტ ქართულ გვარს შორის დაახლოებით 25 ადგილს იკავებს. ეს არის საკმაოდ კარგია და ღმერთმა ამრავლოს ეს გვარი. რა ვიცი, ესე იგი ამ გვარში ესე იგი ძალიან ბევრი გამორჩეული ისინი ყავს, აქვია გამოჩენილი ადამიანები ყავს. მრავალი გამოჩენილება გამოვიდა სხვა სფეროებში, მეცნიერება და განათლებაში: თამარ ფუტკარაძე, რაჟე ფუტკარაძე, მერაბ ფუტკარაძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნუგზარ ფუტკარაძე, ტარიელ ფუტკარაძე და სხვა მეცნიერები. საზოგადოებრივ ცხოვრებაში: ჯაბა, ფრიდონი, გოგიტა, ედუარდი, ზაური, სოლომონ ფუტკარაძე და სხვა საზოგადოებრივ სახელმწიფო მოღვაწეები. სპორტში არის დათა, ანდრი, მარინა, ციკო ფუტკარაძეების სპორტის ოსტატები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები. კულტურაში მხატვარი გუნა ფუტკარაძე, რომელიც შექმნა საგვარეულო გერბი და დროშა, თუმცა იმ გერბში ბევრ რაღაცას შევცვლიდი პირადად მე, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაჰერალდიკური გერბია და ძალიან გთხოვ ამას მიაქციეთ ყურადღება. რა ვიცი, ძალიან საინტერესო გვარია, ძალიან კაი გვარია და ღმერთმა ამრავლოს ამ გვარის წარმომადგენლები და რაც შეეხება გვარის საგვარეულოებს და გვარების ისტორიებს, ეს ამის ცოდნა და ამის შესწავლა აუცილებელია და ვისაც გაინტერესებთ ასეთი გადაცემები, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვარი, ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბი, საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზია, რომელიც გადის YouTube არხზე. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მე მოგასწრით თქვენი გვარის ისტორიას და ძალიან ბევრი საინტერესო ამბებს, რაც საგვარეულობს და გვარებს უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მე